მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. დღევანდელი ხდომა სრულად მიეძღვნება ანგარიშებს, ჩვენი საპარლამენტო დელეგაციების ანგარიშებს სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეაში. შესაბამისად, დღის წესრიგში წარმოდგენილია 6 საკითხი სხვადასხვა დელეგაციების ანგარიშები და გთხოვთ კომიტეტის წევრებს თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობთ. პირველი საკითხი ეს არის საპარლამენტაშორისო კავშირში, ანუ IPU-ში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში და ანგარიშს წარმოადგენს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. ბატონი შალვა, გთხოვთ. მოგესალმებით ბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით კომიტეტის წევრებს. წარმოგიდგენთ საპარლამენტშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპარლამენტშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეასა და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის მუშაობაში. საპარლამენტშორისო კავშირის რიგით 152-მერვე ასამბლეა 2024 წლის 23-27 მარტს ჟენევაში გაიმართა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის მუდმივმოქმედა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 1500-მდე დელეგატი, მათ შორის 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას საპარლამენტო დიპლომატია წარმოადგენდა ბატონი გიორგი ვოლსკი. აღნიშნულ თემაზე სიტყვითაც გამოვიდა და მიმართა ასამბლეას. ასამბლეაზე აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ღაზას სექტორში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საუბრობთ 2024 წლის მარტზე. თუმცა ერთობლივი პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა და ამ საკითხზე ინიცირებულმა ვერც ერთმა რეზოლუციის პროექტმა იმ ხდომაზე ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა. ჩვენ დელეგაციას რაც შეეხება, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპული ქვეყნების მიერ ინიცირებულ პროექტს. ასამბლეის მიმდინარეობისას პარალელურად ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც გამართა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან, ყაზახეთის წარმომადგენელი პალატის საგარეო თავდაცვის უშუალო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ასევე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან. როგორც იცით, ჩვენ საპარლამენტო კავშირის ასამბლეებს ვიყენებთ იმისთვის ხოლმე განსაკუთრებით, რომ გარდა ჩვენი ტრადიციული პარტნიორების, რომლებთანაც გვაქვს ხოლმე სხვადასხვა ფორმატებით, ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატებით კომუნიკაციის შესაძლებლობა, აქ სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა არის ჩართული, გქონდეს კომუნიკაცია ისეთ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც გეოგრაფიული დისტანციიდან გამომდინარე, უფრო რთული არის, ასე ვთქვათ, ხშირი კომუნიკაცია, კავშირი, ამიტომ ეს არის ის პლატფორმა, რომელშიც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ხოლმე განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ოკეანეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან, გქონდეს ხოლმე მათ შორის აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან, გქონდეს ორმხრივი შეხვედრები, რათა გავამყაროთ ჩვენი არაღიარების პოლიტიკა, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ აუხსნათ თუ რა გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს საქართველოს ოპერირება, მოუყვეთ და გავაცნოთ პრეისტორია საქართველოს უახლესი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პროცესებისა, მათ შორის ოკუპაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ამით უზრუნველყოთ მათი მხარდაჭერა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რა თქმა უნდა ეს შემდეგ აისახება ხოლმე უკვე განსაკუთრებით გაეროს რეზოლუციაში, სადაც იცით რომ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს მზარდი ტენდენცია თანასპონსორებისა თუ მხარდამჭერების სტატისტიკის მხრივ, ასე რომ ეს ერთ-ერთი მიმართულება, რომელთვისაც აქტიურად ვიყენებთ როგორც საპარლამენტო კავშირის ასამბლეებს, ისევე სხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებს ჩვენი ქვეყნის ამ ინტერესების გასატარებლად. საპარლამენტო კავშირის ახალგაზრდა პარლამენტართა მე-10 მსოფლიო კონფერენციაც გაიმართა შარშან 12-14 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში, ერევანში. მის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების მთავარ განსახილველ თემაა ახალგაზრდა თაობისთვის განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის წევრმა სალომე ქურასბედიანმა, რომელიც ასევე მომხსენებლის რანგში გამოვიდა კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში, სადაც ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაზე იყო მსჯელობა. დეპუტატებმა შეიმუშავეს გზამკვლევი, რომელიც აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. კონფერენციაზე ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობის და ჯანმრთელობის დაცვის თემაზე. საბჭოთა კავშირი რჩება მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად გლობალური გამოწვევების განსახილველად, მათი მოგვარების გზების განსასაზღვრად, ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე საპარლამენტო დიპლომატიის გასაზიარებლად. საბჭოთა კავშირში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გასამტკიცებლად და საერთაშორისო თანამშრომლობის გასავითარებლად. შესაბამისად, მომავალშიც გავაგრძელებთ საპარლამენტო კავშირში ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას, წელსაც დაგეგმილი არის ორი ასამბლეა დიდი, ასევე შეიძლება იყოს თემატური კონფერენციების და რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტი აქტიურად იქნება ამ ღონისძიებების მონაწილე. მადლობა. დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის კოლეგებო? არ არის ბატონო შალვა, თქვენ აღნიშნეთ წლევანდელი გეგმა და იქნებ საზოგადოებას უთხრათ, აი უახლოესი შეხვედრა სად არის დაგეგმილი? აპრილში არის დაგეგმილი 150 გამოდის თუ არ ვცდები ასამბლეა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სადაც იქნება უკვე სრული ასამბლეა, იგულისხმება ყველა მონაწილე ქვეყნის პარლამენტების დელეგაციების პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით. დიდი მადლობა. თუ კითხვები არ არის, გთხოვთ ცნობად მივიღოთ ეს ანგარიში. მადლობთ. მადლობა ბატონო შალვა. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. ეს არის მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში. ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი წარმოადგენს საკითხს. ბატონო თავმჯდომარე, ბატონო სპიკერო, კოლეგებო, მოგეხსენებათ მართლმადიდებლობის საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონაწილეობა საკმაოდ პროდუქტიულად მიმდინარეობს და გრძელდება. აღნიშნავდი რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც იმ საანგარიშო პერიოდში და როდესაც მე ხელმძღვანელობდი ამ დელეგაციას, რაც განხორციელდა ამ ორგანიზაციის მუშაობაში. პირველ რიგში აღსანიშნავი არის ის, რომ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ ორგანიზაციის წესდებაში. კონკრეტულად თქვენ როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულწილად წესდება, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ იყო მიღებული, ისე იყო დაალაგებული, რომ გარკვეულ სახელმწიფოებს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, ეძლეოდა ერთგვარი მუდმივად პრეზიდენტის პოზიციის შენარჩუნების და ქონის საშუალება და საბერძნეთის მხარეს გენერალური მდივნის აღმასრულებელი მდივნის პოზიციის შენარჩუნება. მე გახდით ამავდროულად საწესდებო კომისიის წევრი და მიღებული იქნა ჯერ საწესდებო კომისიაში შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდა ცვლილებები დასადაფუძნებლო დოკუმენტებში და წესდებაში, რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მომხდარიყო აი ამ ერთგვარი, ასე ვთქვათ, გარანტირებული მუდმივი ყოფნის ნორმის ამოღება და შეცვლა და მას შემდეგ უკვე ორჯერ იქნა არჩეული ახალი პრეზიდენტი, ერთ შემთხვევაში ეს იყო პოლონეთის სეიმის წევრი და ეხლა მიმდინარე, ასე ვთქვათ, გენერალური ასამბლეის დროს არჩეული იქნა რუმინეთის პარლამენტის წევრი, რომელიც ამჟამადაც გახლავთ სწორედ საერთაშორისო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. აღსანიშნავი არის ერთი რამ, რომ ჩვენ ყველა უკაცრავად ყველა რეზოლუციაში და ყველა განცხადებაში, რომელიც კეთდებოდა ასამბლეის ან
გენერალური სამდივნოს შეხვედრის დროს კაფიოდ ვაფიქსირებდით, რომ მოხსენებული ყოფილიყო მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ეს ყოველჯერზე გაზიარებული იყო. აღსანიშნავია ის, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაცია არ იღებს ამ მიმდინარე პერიოდში მონაწილეობას ასამბლეის სხვადასხვა ღონისძიებების მუშაობაში, მაგრამ როდესაც ჩვენ რეზოლუციაში ჩავაწერინეთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან ერთად აღნიშნული ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი, ეს გენერალურმა ასამბლეამ გაიზიარა, რეზოლუციაში ეს საკითხი ასახული იყო, თუმცა ამას მოყვა გარკვეული რეაქცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება და რეზოლუცია მიღებული იქნა იმ წესით, რა რედაქციითაც სწორედ ჩვენ მოვითხოვეთ ამის, ასე ვთქვათ, შეყვანა. რაც შეეხება მიმდინარე წელს ჩვენ გქონდა ორი შეხვედრა გენერალური ასამბლეის სხდომას ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავესწარით, გამომდინარე იქიდან, რომ აქ საპარლამენტო მუშაობის დღის წესრიგი იყო ისეთი გადატვირთული, რომ დელეგაციის გამგზავრების საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ სამდივნოს შეხვედრაზე, ორივე შეხვედრაზე ჩვენ ვიყავით აქტიურები და ამ ორივე შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ კაფიოდ ვიცავდით ზოგადად და აგრეთვე ინფორმირებას უკეთებდით საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რამოდენიმე საკითხი არის, რაც ზოგადად მართლმადიდებლური საპარლამენტშორისო ასოციაციისათვის მნიშვნელოვანი არის. პირველი ერთი ეს არის, კიდე დავამატებ, რომ აქამდე ერქვა ევროპის. ეხლა ქვია მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეა, იმიტომ რომ მონაწილეთა, ასე ვთქვათ, არეალი გაიზარდა და ჩართულობა არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ არის მთელი რიგი მათ შორის არაბული სამყაროს სახელმწიფოები, სადაც მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა საკმაოდ არის სერიოზულად წარმოდგენილი და ისინი თუ ადრე როგორც სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, დღეს მათ უკვე საშუალება ეძლევათ, რომ მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა ასამბლეის მუშაობაში. ზოგადად ერთი საკითხი არის, რომელიც ყველაზე მეტად საბერძნეთის და კვიპროსის დელეგაციას აწუხებს ხოლმე, ეს გახლავთ კვიპროსის ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც ეს გაეროს რეზოლუციით არის მათ შორის აღიარებული და ამაზე ხდება ხოლმე ყოველ შეხვედრაზე აქცენტის გაკეთება. მეორე საკითხი გახლავთ, რომ ეხლა ძალიან აქტუალური არის ზოგადად ბერძნული დელეგაციისათვის და მათ შორის კვიპროსის და ზოგადად მართლმადიდებლური, ასე ვთქვათ, ბევრი ქვეყნისათვის, რომ სტამბულში აია სოფიას ტაძარი გადაკეთდა მეჩეთად და ამასთან დაკავშირებით გარკვეული და ხშირ შემთხვევაში ობიექტური წუხილები გამოთქმული არის ასამბლეის სხვადასხვა რეზოლუციაში თუ სხვადასხვა განცხადებაში. აგრეთვე, რა თქმა უნდა, ასამბლეამ დაიკავა თავისი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. თავიდანვე იქნა მიღებული კაფიო და ძალიან ნათელი განცხადება, რეზოლუცია, დეკლარაცია, სადაც დაგმობილი იქნა, რა თქმა უნდა, აგრესია და ხაზი იქნა გასმული და მხარდაჭერილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. და რა თქმა უნდა, ქართული დელეგაციაც იყო აქტიური მონაწილე ამ, ასე ვთქვათ, რეზოლუციის მიღებისა. ყოველ შეხვედრაზე ხდება, რა თქმა უნდა, ამ თემის გარშემო გარკვეული საუბარი, გარკვეული აცთა გაცვლა-გამოცვლა და ასამბლეა ცდილობს, რომ დაიკავოს ნამდვილად გონივრული, დაბალანსებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თავისი განცხადებებით, თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარებას და მშვიდობის, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გამარჯვებას ამ მიმდინარე დაპირისპირების დროს. ხაზგასასმელია ისიც, რომ ასამბლეის მუშაობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ზოგადად ევროპაში ქრისტიანული ფასეულობების, ასე ვთქვათ, წინ წამოწევა და მისი ასახვა ევროპის პოლიტიკურ, სოციალურ თუ სხვა, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში. ამ მიმართულებით რამოდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის
ამ ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვა კონფესიის ქრისტიანული სხვა კონფესიის წარმომადგენლები ევროპაში, როგორც კათოლიკები, ასევე ლუთერანული თუ სხვა კონფესიის წარმომადგენლები და სწორედ მათი მიზანი ის გახლავთ, რომ ევროპის მშენებლობის ფუძემდებლურ დოკუმენტებში დააბრუნდეს ის ფასეულობები, რა ფასეულობებზეც ჩამოყალიბდა თავის დროზე ევროპული საზოგადოება, ევროპული სოფლმხედველობა, რომელიც განაპირობებდა შემდგომ მათ შორის სოციალურ პოლიტიკას, მათ შორის თვითონ ამ ქვეყნების და საზოგადოების ცხოვრების ძალიან ფართო სპექტრს, ეს მივიწყებულია გარკვეულწილად, ამიტომ ისინი აქტიურად მუშაობენ, ეს ასამბლეა აქტიურად თავის შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად მუშაობს, რომ ეს საკითხები დაბრუნდეს ევროკავშირის ბრიუსელის დღის წესრიგში. როგორც ჩანს, არ არის მარტივი საქმე, მაგრამ ამ მიმართულებით ნამდვილად ღონისძიებები ტარდება და თემა აქტუალური ხდება დღითი დღე. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან დიდი ყურადღება აქვს საქართველოს ამ კუთხით დათმობილი, იმიტომ რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, ის პოლიტიკა, რასაც ვახორციელებთ ჩვენ ქვეყნის შიგნით, მათ შორის ოჯახური ღირებულებების დაცვის კუთხით და ასე შემდეგ, არის მათთვის განხილვის საკითხი და ცალსახად მხარდაჭერილი არის ეს ჩვენი პოლიტიკა ასამბლეის თითქმის აბსოლუტურად ყველა წევრის მიერ. ამ მომენტისათვის ასამბლეის მუშაობაში დროებით არ იღებს მონაწილეობას უკრაინისა და რუსეთის დელეგაცია გასაგები მიზეზების გამო, თუმცა არეალი ამ მუშაობისა და დელეგაციის წევრებისა ძალიან ფართო არის. ჩვენ ერთი შეხვედრა გვქონდა კვიპროსში ამ მიმდინარე წელს მარტის თვეში და უკაცრავად 2024 წელს, ანუ საანგარიშო პერიოდში და ნოემბერში ქონდა ბოსნია-ჰერცეგოვინაში. რა თქმა უნდა, თითოეული ეს შეხვედრები ტარდება შესაბამის საპარლამენტო, ასე ვთქვათ, ფორმატებში, ხვდებით როგორც პარლამენტის სხვადასხვა წევრებს და ხშირ შემთხვევაში როგორც წესი შეხვედრები გვაქვს ხოლმე პარლამენტის შესაბამისი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ხშირ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთანაც, ან პრეზიდენტთან, ან პრემიერ-მინისტრთან, ბუნებრივია იმ ქვეყნების საეკლესიო და რელიგიურ ლიდერებთანაც, აი ახლა დაგეგმილი არის აპრილის მარტის თვეში უკაცრავად გენერალური ასამბლეის სამდივნოს შეხვედრა ეგვიპტეში, სადაც გვექნება შეხვედრები პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ეგვიპტის სამავდროულად რელიგიურ ლიდერებთან. მოგეხსენებათ, რომ ეგვიპტე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტრადიციის სახელმწიფო გახლავთ, მიუხედავად იმისა, რომ დომინანტი მუსულმანური, ასე ვთქვათ, რელიგია წარმოადგენს დღეს. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ აგრეთვე ასამბლეა ცდილობს და აქვს ძალიან ფართო და კარგი ურთიერთობები სხვა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებთან, მათ შორის აი როგორც ახლა ბატონმა შალვამ გააკეთა მოხსენება საერთაშორისო საპარლამენტო კავშირთან, ეს კონტაქტები საკმაოდ აქტუალური არის, მათ შორის ევროპის სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფების ფორმატში ხდება ეს აქტიური ურთიერთობა და აღსანიშნავია, რომ მათ შორის ეს დიალოგი მიმდინარეობს მუსულმან სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, ლიგასთანაც, იმიტომ რომ არის საკითხები, სადაც რელიგიათ შორის თანხმობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ის საკითხებია, რაზეც მინდოდა რომ თქვენთვის ყურადღება გამემახვილებინა და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა და მცდელობა არის, რომ თვითონ ევროპის პოლიტიკაში, სოციალურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქრისტიანული ფასეულობების შესაბამისად იქნას ასახული და განვითარებული. თუ გაქვთ რაიმე შეფასება. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ხომ არ არის კითხვები კოლეგების მხრიდან? არ არის კითხვები, შესაბამისად ვთხოვთ, რომ ცნობად მივიღოთ ეს ანგარიში. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში. ამ ანგარიშს მე წარმოვადგენდა, ვთხოვ ქალბატონ მარიამს, რომ ამოვიდეს და იკავოს თავმჯდომარის.
ჩვენ 2024 წელს EUTOS საპარლამენტო ასამბლეაზე გქონდა სამი ძირითადი ღონისძიება. პირველი ეს იყო საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა, რომელიც 2024 წლის 22-23 თებერვალს გაიმართა და ყოველთვის როგორც წესი ზამთრის სხდომები თებერვლის ბოლო კვირას ხდება ხოლმე, ტარდება ხოლმე და აქედან გამომდინარე ყოველთვის ემთხვევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს. შესაბამისად, ძირითადი თემატიკა ზამთრის სხდომაზე იყო ზუსტად უკრაინის საკითხებზე, აგრეთვე EUTOS როგორც ორგანიზაციის როლზე და კონფლიქტების მოგვარებაში მათ ფუნქციაზე. გამომცვლელები იყვნენ ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სლობოდკა, EUTOS მაშინდელი მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე EUTOS მაშინდელი გენერალური მდივანი და თითოეულმა ოფიციალურმა პირმა მაშინ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის ქმედებები. ღონისძიების პარალელში გაიმართა ასევე პლენარულ სხდომებზე დებატები უსაფრთხოების თემატიკაზე, სადაც ჩვენი იმდროინდელი დელეგაციის სამივე წევრმა მივიღეთ მონაწილეობა. ესენი ვიყავით მე, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი და ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ჩვენ გამოსვლებში ჩემს გამოსვლაში იყო საუბარი ძირითადად რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული უკანონო ქმედებების შესახებ, აფხაზეთის იზოლაციისკენ მიმართული პროცესები, რომელიც მიზნად ისახავდა მოსკოვის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას ოკუპირებულ რეგიონებში და მე მაშინ მივმართე EUTOS საპარლამენტო ასამბლეას, რომ ორგანიზაციას ჩამოეყალიბებინა მკაფიო სტრატეგია ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევების და საფრთხეების ეფექტიანი გადაჭრისათვის და არ შემოფარგლულიყო მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით. თუმცა სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან წარმატებული იყო ჩემი მოწოდება. რაც შეეხება ზაფხულის სესიას, ყოველწლიურ სესიას, ამაზე მინდა ცოტა უფრო დიდხანს შევჩერდე, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს საკმაოდ რთული სხდომა გამოვიდა საქართველოს დელეგაციისთვის. მე მქონდა რამდენიმე ძალიან მწვავე გამოსვლა, იმიტომ რომ ამერიკულმა დელეგაციამ შემოიტანა საბოლოო დოკუმენტში ისეთი შესწორებები, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი იყო და აი ციტირებაც არის ჩემი გამოსვლისა, მინდა შეგახსენოთ. მათ შორის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ამონარიდი იყო ასეთი, რომ მე თვითონ რომ არ ყოფილიყავი ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, რომელიც ამერიკულმა დელეგაციამ შემოიტანა იმ სხდომაზე. სიტყვების ამგვარი ფორმულირებით რეზოლუციაში შეტანა ეწინააღმდება საქართველოს მთლიანობასა და EUTOS-სა და ამერიკის შეერთებული შტატების გაცხადებულ პოლიტიკას. უცნაური და საოცარია ისიც, რომ საქართველოს წინადადება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შესულიყო იმ ცვლილებაში, რომელიც რუსეთის მავნე ქმედებებზე საუბრობს და ეს იყო ჩემი წინადადება ამ, ასე ვთქვათ, განხილვების დროს, ასევე უარყოფილი იყო მაშინ ამერიკის დელეგაციის მხრიდან. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ასე მწვავე ჩელახვის გამო ჩვენ ხმას მივცემთ საბოლოო декларацიის წინააღმდეგ. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენი რუსეთის წისქვილზე მოხდა წყლის დასხმა, თუმცა ჩვენი მიზანდასახულობა ურყევია და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის და ინტერესების დასაცავად. ეს იყო ჩემი გამოსვლიდან ამონარიდი, რის შემდეგაც ჩვენ პირველად სხვათა შორის ისტორიაში ხმა მივეცით EUTOS წინასწარ გამოყოფა იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება და შეიძლება იქ რაღაც დარღვევებს ქონდეს ადგილი, ამაზეც ქონდა ძალიან მკაფიო რეაქცია, იმიტომ რომ 2024 წლის მეორე ნახევარში 7 თუ 8 ზუსტად არ მახსოვს არჩევნები იყო დაგეგმილი EUTOS სხვადასხვა წევრ ქვეყანაში და არც ერთთან დაკავშირებით არ იყო ჩანაწერი გაკეთებული გარდა საქართველოს შესახებ არჩევნებისა. გარდა საქართველოს არჩევნების შესახებ და ესეც ერთგვარი მიკერძოება იყო და სწორედ ამიტომ ჩვენ დელეგაციის წევრებმა ხმა მივეცით декларацიის წინააღმდეგ. რაც შეეხება მესამე ღონისძიებას, ეს იყო უკვე საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია 3-4 ოქტომბერს დუბლინში.
აქ ძირითადად გამოსაყოფია ჩვენი ორმხრივი შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. ეს არის მოგეხსენება წინა საარჩევნო პერიოდი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იყო, ასე ვთქვათ, წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ოდირთან ერთად და ამიტომ ჩვენი შეხვედრის ძირითად ამოცანას და მიზანს წარმოადგენდა, რომ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთან, ანუ სადამკვირვებლო დელეგაციასთან გვესაუბრა იმ განვითარებებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში წინა საარჩევნო პერიოდში და ასევე მოუწოდე მე დელეგაციის წევრებს, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ჩამოსულიყვნენ საქართველოში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქედან გამოვყოფთი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობას. მე პირადად მონაწილეობა მივიღე 3 საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში ეუთოს სახელით. ეს იყო 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში, 7 მაისის საპარლამენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში და 5 ნოემბრის საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან აუცილებლად გამოვყოფთი იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოს წარმომადგენელი გახდით ერთ-ერთ არჩევნებზე ეუთო-ოდირის ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაერთიანებული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი განცხადება, ასე ვთქვათ, არჩევნებთან დაკავშირებით სწორედ მე გავაკეთე სკოპიეში. ეს არის სულ რაც შეეხება შარშანდელ, ასე ვთქვათ, აქტივობას ჩვენსას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა რახან, ასე ვთქვათ, ცხელი და ცინცხალი თემა შევეხები ასევე წინა კვირას, მიუხედავად იმისა, რომ 24 წელს აღარ ეხება ეს და ეხება უკვე 25 წელს, ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ წინა კვირაში ამ კომიტეტის 3 წევრი, ქალბატონი მაია, ბატონი ლევანი და მე გავხდით ვენაში, სადაც მივიღეთ მონაწილეობა ზამთრის სესიაში. იყო ძალიან ბევრი ჩვენი ოპოზიციის მხრიდან და მათ შორის ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთგვარად სტუმრის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დელეგატის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ვენაში, თუმცა მათ რა თქმა უნდა არ ჰქონდათ უფლება, რომ დასწრებოდნენ სხდომებს ან მონაწილეობა მიიღოთ დებატებში, მაგრამ დერეფნებში ისინი ცდილობდნენ, რომ ყველანაირად პრობლემები შეექმნათ საქართველოს დელეგაციისთვის. მათ შორის ცდილობდნენ, რომ როგორმე ასე ვთქვათ, არ ეღიარებინათ ჩვენი იქ ყოფნის ლეგიტიმაცია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მათ კოვზი ნაცარს ჩაუვარდათ და ერთადერთი მოკავშირე ჭყალებში, რომელიც მათ ყავდათ იქ, იყო თქვენთვის და ყველასთვის კარგად ნაცნობი ბატონი ჯო ვილსონი, რომელიც დღეში 77 ტვიტს წერს სრულიად უაზრო სურეალისტურ ტვიტებს წერს საქართველოს შესახებ. ეს იყო და ეს შესაბამისად ბატონმა ვილსონმაც, რომელმაც ასევე სრულიად უაზრო განცხადებები აკეთა სხდომაზე, ჩვენგან მიიღო საკადრისი პასუხი და მათ შორის ბევრმა დელეგაციამ, ძალიან ბევრმა დელეგაციამ ასე ვთქვათ, გათავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფნა ეუთოში და მათ შორის საპარლამენტო ასამბლეაზე არის აუცილებელი, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაწილე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის. ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა, თუ კითხვები გექნებათ ზატვარს, რომ გიპასუხოთ. მადლობა. კითხვები ხომ არ არის? კითხვები თუ არ არის, კენჭისყრაზე დავაყენოთ, რომ ცნობად მივიღოთ და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოგახსენებთ ძალიან ხისტი და მკაფიოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის ამ საპარლამენტო ასამბლეაში. გთხოვთ კენჭისყრაზე დავაყენოთ. დიდი მადლობა, შემდეგ საკითხს ბატონო ნიკოლაძე წარმოგიდგენთ. დღის წესრიგით შემდეგი საკითხი არის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის ანგარიში, ბატონი ლევან მახაშვილი წარმოადგენს საკითხს. დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით, ქალბატონო და ბატონებო. წარმოგიდგენთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. მოგეხსენებათ, რომ ეს საუბარი გვაქვს წინა მოწვევის პარლამენტზე, როდესაც კომიტეტს და დელეგაციას თავმჯდომარეობდა ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, ამიტომ უპირველეს ყოვლისა მას და დელეგაციის მაშინდელ შემადგენლობას
მადლობას გადავუხდი გაწეული საქმიანობისთვის. რაც შეეხება საპარლამენტო ასამბლეას, მოგეხსენებათ ასევე, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა, ერონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის, ხედვების, ამოცანების მქონე სახელმწიფოებს, ამიტომ ხშირად რთულია ხოლმე ცალკეულ საკითხებზე ერთიანი პოზიციების შეჯერება, მაგრამ ამის მიუხედავად ეს ასამბლეა ჩვენთვის და ზოგადად ბევრი მათი მონაწილე ქვეყნებისთვის არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სწორედაც აი ამ განსხვავებული ხედვების მქონე სახელმწიფოებს შორის დიალოგისთვის იმ საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს და იმ საკითხებზე, რომელსაც ხშირად ვერც ვთანხმდებით ხოლმე. საქართველოს კონკრეტულად საქართველოს დელეგაციის საქმიანობის მთავარი მიზანი ამ საპარლამენტო ასამბლეაში გასულ წელს იყო უპირველეს ყოვლისა ევროკავშირში წევრობის საკითხზე მხარდაჭერის მობილიზება, რაც მთავარი მიზანია გამოძრავება და აგრეთვე რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორ და ევროკავშირში როგორც ევროკავშირში ასევე პარტნიორ სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენები, ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული განვითარებები, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ამ მხრივ და რა თქმა უნდა საერთაშორისო მოვლენების კვალდაკვალ ჩვენი პოზიციების გაზიარება ერთმანეთთან და ცდილობა რომ რაღაცნაირად დაგვეახლოვებინა პოზიციები ამ მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულად სტატისტიკას 2024 წელს ასამბლეაში პირველად საქართველოს წარმოდგენილი იყო კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და შედგა 2024 საკმაოდ დატვირთული წელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ გაიმართა როგორც ბიუროს ხდომა, ასევე პლენარული სესია, 4-ვე კომიტეტის ხდომა, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, მე-11 სესია გაიმართა ევროპარლამენტში, ბრიუსელში, წინა წლის 18 მარტს და ამ სესიაზე ჩვენ მივიღეთ 4 რეზოლუცია, რომლის შემუშავებაში მხარდაჭერაში, რა თქმა უნდა, საქართველოს დელეგაცია იყო აქტიურად ჩართული და ამ რეზოლუციების ძირითადი ნაწილი, ძირითადი თემატიკა ეხებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის როგორც გეოპოლიტიკურ, ასევე ადამიანურ შედეგებს. რაც შეეხება იმას თუ სად და როგორ ვიყავით წარმოდგენილი, როგორ იყო წარმოდგენილი ჩვენი დელეგაცია ერონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინსტიტუციურ არქიტექტურაში, ჩვენ ორ კომიტეტს, ერთ კომიტეტს და ერთ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდით, ერთი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი ქალბატონ მაია ბითაძის ხელმძღვანელობით, თანათავმჯდომარეობით და მეორე ეს იყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამუშაო ჯგუფი. მოგეხსენებათ, რომ წინა წლამდე ეს იყო აქ ფუნქციონირებდა ასოცირების სამუშაო ჯგუფი, ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჩვენც უკრაინელმაც, მოლდოვამაც, გარდაიქმნა ეს კომიტეტი და წინა წლიდან პირველად ფუნქციონირებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი სამუშაო ჯგუფის სახელით, რომელსაც საქართველოს თანათავმჯდომარეობდა. დიდი მადლობა. უფრო დეტალურად მოკლედ მიმოვიხილე ვინაიდან ეს წინამოწვევის პარლამენტის ანგარიშია, საქმიანობის ანგარიშია, უფრო დეტალურად რა თქმა უნდა წარმოდგენილი გაქვთ და თუ რამე კითხვა გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ. ქალბატონო გრეტა. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონო ლევან. მაინტერესებს თუ არის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მორიგის ხდომის თარიღი გამოკვეთილი და თარიღი ჯერ ცნობილი არ არის კონკრეტული თარიღი, თუმცა მონაცვლეობით იმართება ხოლმე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ერთი არის ევროკავშირში, როგორც წესი ბრიუსელში, მეორე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე სახელმწიფოში. წინა წელს შეთანხმდნენ, რომ 2025 წელს ამ საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს აზერბაიჯანი, თუმცა გაზაფხულზე სავარაუდოდ, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს დელეგაცია, როგორც ასამბლეაში, ასევე კომიტეტის ხდომებში, ნებისმიერ სხვა ფორმატში, როგორც აქამდე, ჩავერთვებით საქმიანად, კონსტრუქციულად, შედეგზე ორიენტირებულად, ასე რომ ამ მხრივ ჩვენ გავაგრძელებთ საპარლამენტო ასამბლეაში აქტიურ მონაწილეობას. მადლობა. სხვა კითხვები როგორც ჩანს არ არის, შესაბამისად ვაყენებ კენჭისყრაზე რომ ცნობად მივიღოთ ეს ანგარიშიც. მეგობრებო. მადლობთ. მადლობა ბატონ ლევან. შემდეგი საკითხი, ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, დელეგაციის საქმიანობის ანგარიში ბატონი გივი მიქანაძე წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2024 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას მუდმივი მოქმედი დელეგაციის მიერ.
პირველ რიგში გაგაცნობთ დელეგაციის შემადგენლობას, ძირითად შემადგენლობა წარმოდგენილი იყო გივი მიქანაძე, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, სათადარიგო შემადგენლობა არჩილ თალაკვაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანა წითლიძე, ფრიდონ ინჯია. ირაკლი ჩიქოვანი დელეგაციას ხელმძღვანელობდა 2024 წლის თებერვლამდე, სანამ მოხდა მისი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. ამ პერიოდის შემდეგ უკვე პარლამენტის გადაწყვეტილებით მე უშუალოდ ხელმძღვანელობდი დელეგაციას. დელეგაცია დაესწრო 4-ვე სესიას, რომელიც წლის განმავლობაში გაიმართა. თვითოულ სესიაზე დეტალურად მოგახსენებთ. პირველი სესია იყო ზამთრის სესია, რომელიც 21-27 იანვარს გაიმართა სტრასბურგში. ამ სესიაზე ავირჩიეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად თეოდოროს რუსუპოლოსი, რომელიც გახლავთ ბერძენი დეპუტატი ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფიდან. ასევე ამ სესიაზე მოხდა მაიკლ ოფლაერტიმის არჩევა, ირლანდიელი წარმომადგენლის არჩევა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად. სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიუროს პროგრესის ანგარიში, მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ჰამასის ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე და ისრაელის პასუხი, ბელარუსის დემოკრატიული მომავალი, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, წევრი სახელმწიფოების ვალდებულება, საზოგადოებრივი მონაწილეების მიმართ სტრატეგიული სარჩელების წარდგენის წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიული საზოგადოების იმპერატივი, ასევე ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის პროგრესი. ასამბლეამ ასევე დაამტკიცა გადაუდებელი საკითხის განხილვა უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის შესახებ. ასამბლეაშიზე მისაღებ რეზოლუციების ირგვლივ გამართულ დებატებზე ქართული დელეგაციიდან სიტყვით გამოვიდნენ გლობალიზაცია, კრიზისისა და ომის დროს, OECD-ის როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ ხატია წილოსანი და ანა წითლიძე. ბრალდებები, რომლებიც უკავშირდება ევროპაში დაკავების ადგილებში სისტემური წამების და არაადამიანური ან დაამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ფაქტებს, სიტყვით გამოვიდნენ გივი მიქანაძე და ლევან ბეჟაშვილი. ბელარუსის დემოკრატიული მომავალი, სიტყვით გამოვიდა ანა წითლიძე. მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები, სიტყვით გამოვიდნენ ეკა სეფაშვილი და ლევან ბეჟაშვილი. მონიტორინგის პროგრესის ანგარიში, აქ სიტყვით გამოვიდა ეკა სეფაშვილი. საქართველოს დელეგაციის ინიციატივით აღნიშნულ რეზოლუციაში დაცვლილება, რომელმაც რეალურად ასახა საქართველოს მიერ ევროპის კავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფაქტი. სესიის განმავლობაში მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ახსრულების ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე თავმჯდომარედ 1 წლის ვადით მეორე ვადით აირჩიეს. ასევე სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი აირჩია მომხსენებლად ანგარიშზე ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი რეიკიავიკის დეკლარაციის განხორციელება. მეორე სესია, საგაზაფხულო სესია გაიმართა 2024 წლის 15-19 აპრილს სტრასბურგში. აპრილის სესიაზე მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა კოსოვოს ევროპის საბჭოში წევრობის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების შესახებ, ასევე გარემოს დაცვასა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, უკრაინის ალექსეი ნავალნისა და კარა-მურზასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების შესახებ ანა წითლიძე, ალექსეი ნავალნის, ბელარუსისა და კარა-მურზას თემაზე გამართულ ერთობლივ დებატებზე ლევან ბეჟაშვილი. შემდეგი საპარლამენტო სხდომა, უпростоრად, შემდეგი ღონისძიება ეს იყო მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, რომელიც 23-25 მაისს ვილნიუსში, ლიეტუვის რესპუბლიკაში გაიმართა, სადაც ეკა სეფაშვილმა ჩაანაცვლა დელეგაციის ხელმძღვანელი და მონაწილეობა მიიღო მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ბიუროს გადაწყვეტილება და მიმდინარე საკითხის პროცედურის გათვალისწინებით დღის წესრიგში დაამატეს 2 საკითხი, რომელიც ეხებოდა ევროპის საბჭოს 75 წლის იუბილეს და დემოკრატიის გამოწვევებს საქართველოში. საქართველოს საკითხზე დებატებში სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი. აღნიშნულ საკითხზე ონლაინ მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მუდმივმოქმედი კომიტეტის ფარგლებში ეკა სეფაშვილმა წარადგინა თავისი ანგარიში, რომელიც ეხებოდა ბავშვთა დასაქმების მავნე პრაქტიკას. აღნიშნულ მოხსენებას მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია გაიმართა 2024 წლის 24-28 ივნისს სტრასბურგში. სესიის დღის წესრიგში ძირითადი თემები იყო დემოკრატიის გადლიერება, მონაწილეობითი და წარმომადგენლობითი პროცესებით, საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ახალგაზრდული პერსპექტივის გაძლიერება, ქალი უფლებადამცველების დაცვა ევროპაში, ადამიანის უფლებების შესაბამისი თავშესაფრის პროცედურების უზრუნველყოფა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები, სანქციების როლი უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში, კულტურული იდენტობის წაშლის წინააღმდეგ ბრძოლა ომსა და მშვიდობის დროს. დღის წესრიგის დამტკიცებისას მე განვაცხადე, რომ დამატებითი საკითხი, რომელიც მოთხოვნილი იქნა საქართველოსთან დებატებთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხებოდა, დავაყენე საკითხად, რომ აღნიშნულ საკითხზე დებატები 4 თვით ადრე არჩევნებამდე ჩაითვლებოდა არჩევნების წინა პერიოდში პირდაპირ და უხეშ ჩარევად. თუმცა ასამბლეის უმრავლესობის მიერ ეს საკითხი არ იქნა გაზიარებული და შესაბამისად ეს საკითხი იქნა ასე ვთქვათ დღის წესრიგში დარჩენილი. ასამბლეაზე საგანგებო დებატები გაიმართა საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ, რომელიც ძირითადად გამჭვირვალობის კანონთან იყო დაკავშირებული. ანგარიშის ავტორები იყვნენ ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე მომხსენებლები ედიტ ესტრელა და კლოდ კერნი. მათი ანგარიშიდან მიმართვა ძირითადად გამჭვირვალობის კანონს, ევროპული კურსის ცვლილებას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. ამ დებატებზე გამოსვლთა ძირითადი შეშფოთება ეხებოდა იმ ტენდენციას, რომელიც ამ კანონიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილიყო. აღნიშნულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას მე ასამბლეის წევრებს განვუმარტე თუ რატომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება და რა მნიშვნელობა ჰქონდა მის ეფექტიანობას და ასევე ის თუ რატომ არ არღვევს ეს კანონი იმ ღირებულებებს და სტანდარტებს, რაც ევროპის საბჭოს მიერ არის დადგენილი. ასევე ასამბლეის პერიოდში ასე ვთქვათ, განხილული იქნა სანქციების როლი უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მე ასევე გამოვედი სიტყვით და დემოკრატიის გადლიერება, მონაწილეობით და წარმომადგენლობით პროცესებით, სადაც ანა წითლიძე გამოვიდა სიტყვით. ასამბლეის ფარგლებში არჩეული იქნა ახალი გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომელმაც მეორე ტურში გაიმარჯვა ბელგიელი კანდიდატის წინააღმდეგ. საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეოთხე დასკვნითი ნაწილი 2024 წელს შედგა ასევე სტრასბურგში 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით. სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა პროპაგანდა და ინფორმაციის თავისუფლება ევროპაში, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი, რეიკიავიკის დეკლარაციის იმპლემენტაცია, საკვებზე ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მეტავერსიის რისკები და შესაძლებლობები. შემოდგომის სესიის დასაწყისში განიხილებოდა აზერბაიჯანის საკითხის ჩამატება დღის წესრიგში, რომლის ოქტომბრის სესიაზე განხილვას მე როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა წინააღმდეგობა გაუწია და დავაყენე საკითხი, რომ აზერბაიჯანი, რომელსაც 2024 წლის იანვარში ჩვენი აზრით სრულიად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ შეუჩერეს მონაწილეობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათი მონაწილეობის გარეშე რაიმე საკითხის განხილვა, მით უმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სულ რაღაც ერთი თვის არჩეული იყო აზერბაიჯანის ახალი პარლამენტი და მასთან არანაირი კომუნიკაცია არ იყო შემდგარი, იქნებოდა არასწორი და მოუწოდე საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს, რომ ჯერ დამყარებული იყო კონტაქტები აზერბაიჯანის დელეგაციის ჩართულობით და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებით მომხდარიყო ნებისმიერი საკითხის დებატების კონტექსტში განხილვა. სამწუხაროდ ასამბლეამ ეს საკითხი არ გაითვალისწინა, თუმცა ჩვენი დიდი ძალის ხმევით ეს საკითხი რეზოლუციის მიღების გარეშე დასრულდა და მხოლოდ დებატების კონტექსტში იქნა განხილული. ასამბლეაზე მისაღები რეზოლუციების ირგვლივ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ პროპაგანდა და ინფორმაციის თავისუფლება ევროპაში, სიტყვით გამოვიდა ეკასეფაშვილი, ბიუროსა და მუდმივი კომიტეტის ანგარიშზე ხატია წილოსანი, ასევე ეკასეფაშვილმა ასამბლეას წარუდგინა ანგარიში ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი, რეიკიავიკის დეკლარაციის იმპლემენტაცია და ასამბლეის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შემუშავებულ რეზოლუციასა და რეკომენდაციებს.
სესიის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთ-ერთი პირველი დელეგაცია, რომელსაც ახლად არჩეული ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვდა, იყო ქართული დელეგაცია. მე პირადად როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი შევხვდი მას და ეს იყო გაცნობიტი ხასიათი, ისევ როგორც ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. გასული წლის 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გაიმართა საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი მოქმედი კომიტეტის ხდომა. ლუქსემბურგში გამართულ კომიტეტის განსახილველი ძირითადი თემები იყო აზერბაიჯანში რეპრესიული პროცესების გაზრდა, ბულგარეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ანგარიში, სამოქალაქო საზოგადოება და საპარლამენტო ასამბლეა. მუდმივი მოქმედი კომიტეტის საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივი მოქმედმა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით ასევე მიიღო დეკლარაცია და დაამტკიცა იანვრის სესიის დღის წესრიგი. საქართველოს მხარეს მუდმივ მოქმედ კომიტეტზე წარმოადგენდა ხატია წილოსანი. გამომდინარე იქიდან, რომ ნოემბრის ბოლოს ახლად არჩეულმა პარლამენტმა ცნო თავისი უფლებამოსილება და მიმდინარეობდა მთავრობის შემადგენლობის განხილვა და დამტკიცება, მე ვერ შევძელი ამ კომიტეტზე დასწრება და ხატია წილოსანი დაესწრო დელეგაციის ხელმძღვანელის ნაცვლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის 21-25 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო არჩევნების წინა სადამკვირვებლო მისია ასამბლეის 6 წევრის შემადგენლობით, ხოლო 2025 წლის 16 იანვარს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მისია. აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ოფიციალურად სტუმრობდა 3 დღის ვადით ახლად არჩეული გენერალური მდივანი. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა გარდა იმ მუდმივ მოქმედი კომიტეტისა და 4 სესიაში მონაწილეობის გარდა განახორციელეს 20 გასვლითი ვიზიტი კომიტეტების შესახვედრებზე დასასწრებად, რაც ძალიან ინტენსიურ მონაწილეობას და ჩართულობას გულისხმობდა. ამასთანავე 2024 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცდა ახლად არჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო მუდმივ მოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა. შემდეგი მოცემულობით თეატრალურიანი დელეგაციის ხელმძღვანელი, ძირითადი წევრები გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, სათადარიგო შემადგენლობა რატიო ნათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზვია ჩალაბერიძე. სულ ეს იყო, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეხებოდა გასული წლის ანგარიშთან დაკავშირებით. მადლობა ბატონო გივი, კითხვები ხომ არ აქვს კოლეგებს? კითხვები არ არის, მე მეკნება ბატონო გივი, რახან საზოგადოება გვისმენს ჩვენ ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ გითხრათ რა მოხდა 2025 წლის იანვრის სესიაზე. 2025 წლის იანვარში გაიგზავნა ოფიციალურად ეს როგორც დადგენილი არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტით, გაიგზავნა ახლად არჩეული პარლამენტის მიერ ბიუროს მიერ დამტკიცებული დელეგაციის შემადგენლობა უფლებამოსილების ცნობის მიზნით. და დელეგაცია ახალი შემადგენლობით, რომელიც წარმოდგენილი იყო ძირითადად 3 წევრით, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, დელეგაციაში ეკა სეფაშვილი და მე გახლდით. ვესტუმრეთ იანვრის ბოლოს, ეს იყო როგორც მახსოვს 27 იანვრის კვირა, ვესტუმრეთ სტრასბურგს, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ზამთრის სესიაში. აქ მოხდა შემდეგი, რომ სესიის გახსნის მომენტში, სანამ მოხდებოდა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა და დღის წესრიგის დამტკიცება, ტრადიციულად რეგლამენტით განსაზღვრული არის დელეგაციების უფლებამოსილების საკითხის ცნობა, წარმოდგენილი დელეგაციების 46 წევრი ქვეყნიდან და თუ კი ვინმეს აქვს, ასე ვთქვათ, რაიმე წინააღმდეგობა, მან ეს საჯაროდ უნდა დააფიქსიროს. ამ შემთხვევაში მოხდა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის ესპანელი დეპუტატის მიერ საკითხის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, უკაცრავად შვედი დეპუტატის მიერ საკითხის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. ამ შემთხვევაში ეს საკითხი გადაეცა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს. ამ კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იყო ორი ვერსია, რომლიდანაც ერთი ამბობდა, რომ უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი, ხოლო მეორე ვერსია ამბობდა, რომ უფლებამოსილება ყოფილიყო ცნობილი დათქმით. ამ დათქმასთან დაკავშირებით იყო, ასე ვთქვათ, დიდი განხილვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომელთაც იმ პერიოდისთვის მანდატით ჯერ კიდევ ეკუთვნოდათ პარლამენტში შემოსვლა და მათი უფლებამოსილება მე-11 მოწვევის პარლამენტში იყო ცნობილი უმრავლესობის მიერ, ისინი სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ზამთრის სესიას, ისინი ძირითადად კორიდორებში ხვდებოდნენ სხვადასხვა ევროპელ კოლეგებს და რაც მნიშვნელოვანია, უკრაინელი დეპუტაციის ძალიან აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით ცდილობდნენ მაქსიმალურად საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებას მონიტორინგის კომიტეტის მიერ ანგარიშის საფუძველზე. ჩვენ დელეგაციას ჰქონდა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან. ასევე დელეგაციის ხელმძღვანელი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰქონდა შეხვედრა ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენმდივანთან და ევროპის საბჭოს გენმდივნის კაბინეტის ხელმძღვანელთან. ჩვენ დავაყენეთ საკითხი იმის თაობაზე, რომ იქნებოდა აბსოლუტურად უსამართლო და პირდაპირ ვთქვათ, რომ მიუღებელი, თუ კი თუნდაც რაიმე დათქმის საფუძველზე მოხდებოდა უფლებამოსილების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა. შესაბამისად მოხდა მსჯელობა, რომელზეც საბოლოოდ იქნა ჩაიშალა ის გეგმა, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა. ოპოზიციის მთავარი ნარატივი და მიზანი იყო, რომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი. ეს მათ პირწმინდად ჩაეშალათ, იმიტომ რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიუხედავად მიუღებელი დათქმებისა, რომელსაც საბოლოოდ მხარი დაუჭირა უმრავლესობამ, რეალურად ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და ის დათქმები, რომელთაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აბსოლუტურად მიუღებელი იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ დათქმებში ასახავს, ეხება შემდეგ სესიამდე, ანუ აპრილამდე ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, თუმცა არანაირი საფუძველი მათ ამ ახალი არჩევნების დანიშვნისა არ წარმოუდგენიათ და კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები და კონკრეტული ძალები უკმაყოფილო იყვნენ საქართველოს ამომრჩევლის უმეტესობის გადაწყვეტილებით, რომ ხელისუფლებაში კვლავ მშვიდობაზე ორიენტირებული ძალა და მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი ძალა დარჩენილიყო. შესაბამისად, რადგანაც უმრავლესობა დაეთანხმა რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც საქართველოსთვის მიუღებელი დათქმები იქნა ჩაწერილი, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს მოსახლეობის მიერ გაკეთებულ თავისუფალ არჩევანს და რომელიც არის უხეში ჩარევა ჩვენში და საქმეებში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ცდელობა ჩვენი ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის ხელყოფისა ამ კონტექსტში შეიძლება ეს განხილულ იქნას. ჩვენმა დელეგაციამ გუნდთან, მმართველ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს გავაჟღერეთ ოფიციალურად და საჯაროდ, რომ ჩვენ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რაც არ ნიშნავს ევროპის საბჭოში ჩვენი წევრობის დატოვებას ან ევროპის საბჭოში ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას, ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა მინისტრთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თანამშრომლობა წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტთან, მანივალთან თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულებთან ჩვეულებრივ რეჟიმში აქტიურად გრძელდება. თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სანამ ასეთი უსამართლო და მიუღებელი დამოკიდებულება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერანაირად ვერ ვთვლით, რომ იქ
ჩვენმა დელეგაციამ თავის საქმიანობა უნდა გააგრძელოს. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შემდგომში თითოეული წევრის მიერ იქნა დაწერილი შესაბამისი განცხადება, რომელიც გაეგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ბიურომაც დელეგაციის საქმიანობის შეჩერებაზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ასე ვთქვათ, ეს არის დღეს არსებული მოცემულობა 2025 წლის ზამთრის სესიის შემდეგ. დიდი მადლობა კოლეგებო, თხოვთ ცნობად მივიღოთ ევროპის საბჭოს დელეგაციის ანგარიში და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და ბატონი გივი წარმოადგენს ამ საკითხსაც. მიუხედავად იმისა, რომ მე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი არ ყოფილ ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის განმავლობაში ხელმძღვანელები, ვინც იყვნენ ირაკლი ბერაია და ხატია წილოსანი, ობიექტური მიზეზების გამო ვიცით, რომ არ არიან მე-11 მოწვევის პარლამენტში, მე როგორც მაშინ ამ დელეგაციის წევრს და ახლა უკვე ბიუროს მიერ დამტკიცებულ მე-11 მოწვევის პარლამენტში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს მეთხოვა, რომ ანგარიში წარმოგიდგინოთ 2024 წელს განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს ძირითადად 4 აქტივობისგან არის შემდგარი. ეს არის საქართველოს ნატოს საპარლამენტო საბჭოს შეხვედრა ქალაქ ბრიუსელში, რომელიც 21 თებერვალს გაიმართა გასული წლის. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრა ქალაქ რომში, რომელიც 2024 წლის 6-7 მაისს გაიმართა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული როუზ როთის 106 სემინარი ქალაქ ვარშავაში, რომელიც 2024 წლის 16-17 სექტემბერს გაიმართა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ქალაქ სოფიაში, რომელიც 2024 წლის 24-27 მაისს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის განმავლობაში ძირითადი შემადგენლობა დელეგაციის გამოიყურებოდა შემდეგნაირად: ირაკლი ბერაია, რომელიც შემდგომში გადავიდა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად, ხატია წილოსანი, რომელიც შემდგომში ჩაენაცვლა და იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე, თინათინ ბოკუჩავა. სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ ბექა ოდიშარია, თეონა აკუბარდია, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით ბაქრაძე. ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ თითოეული იმ 4 ღონისძიებიდან თითოეული შესახებ ძირითად ინფორმაციას. დავიწყოთ ბრიუსელის ნატო საქართველოს საბჭოს საპარლამენტო საბჭოს შეხვედრიდან. 2024 წლის 21 თებერვალს ბრიუსელში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი საქართველოს ნატოს საპარლამენტო საბჭოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ. შემდეგი შემადგენლობით ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, თეონა აკუბარდია და თინათინ ბოკუჩავა. შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტებთან ასამბლეის და იმ აპარატის იმ თანამშრომლებთან, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობის საკითხზე არიან პასუხისმგებელი. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს წლიური ეროვნული პროგრამა ANP და ნატო საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი SNGP. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ასეთი ტიპის პრაქტიკული მექანიზმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვის გაძლიერებაში, ალიანსთან თავსებადობის მექანიზმების ჩამოყალიბებაში და შემდგომ ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესში. ასევე ვიზიტის მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა ნატო შტაბ-ბინაში. კერძოდ, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ადმირალ რობ ბაუერთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში ხავიერ კოლომანასთან, საჯარო დიპლომატიის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწე კარმენ რომეროსთან და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში სკოტ ბრეისთან.
რაც შეეხება რომში ჩატარებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრას, აქ მე მონაწილეობდი ამ შეხვედრაში. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიც ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური მიგრაციის, ენერგო და სოციალური საკითხები, ასევე დისკუსიის ფორმატში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში რუსეთის ფედერაციის გაზრდილ აქტივობებზე. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან როლს ევროატლანტიკურ უსაფრთხოების კუთხით. შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რუსეთის მიერ არაერთჯერადი შეფერხებული უკრაინის მარცვლეულის ტრანზიტთან დაკავშირებით მე დავსვი შესაბამისი შეკითხვა, რომელზეც ხავიერ კოლომანომ შესაბამისი პასუხი გაგვცა, რამე თუ შავი ზღვის რეგიონს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ კუთხით. შავი ზღვის სტრატეგიული გეოპოლიტიკური განლაგება ნატოში მნიშვნელოვანი ყურადღების საგანია, რაც შესაბამისად აისახება ალიანსის გაზრდილი თანამშრომლობით შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით საქართველოსთან, რომელიც გამოიხატება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არაერთი ფორმატით. რაც შეეხება სოფიაში ჩატარებულ საგაზაფხულო სესიას 24-27 მაისს, გაიმართა ასამბლეის საგაზაფხულო სესია და დელეგაცია, რომელშიც ხატია წილოსანის ხელმძღვანელობით იმყოფებოდით მე, გიორგი ჩაკვეტაძე, თინათინ ბოგუჩავა და თეონა აკუბარდია. განხილული იყო ასამბლეის კომიტეტის მიერ რიგი ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატოსთან დაახლოების და განხორციელებული რეფორმების კუთხით. ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან და ეს იყო ფაქტიურად ძირითადი საკითხები, რაც სოფიაში გამართულ ღონისძიებას ეხებოდა. ასევე ხატია წილოსანმა და თეონა აკუბარდიამ 16-17 სექტემბერს მონაწილეობა მიიღეს ვარშავაში როუზროთის რიგით 106 სემინარში. სემინარის ფარგლებში განხილული იყო ნატოს ალიანსის წევრების თავდაცვითი უნარიანობის გაძლიერება, დემოკრატიული მედეგობა და ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები. დისკუსიისას საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხატია წილოსანმა თავის გამოსვლით სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ნატოს საერთაშორისო მისიებში და ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო კვლავ აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების გატარებას. აქვე ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ 2024 წელს ასამბლეის რეფორმების ფარგლებში ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი შეიცვალა ნატოს კანდიდატ სტატუსზე და გაიზარდა დელეგაციის წარმომადგენელთა რაოდენობა 4 დეპუტატიდან 5 დეპუტატამდე. დამატებით გაცნობთ, რომ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა ვერ მიიღო ასამბლეის რიგით 70-ე წლიურ სესიაში, რომელიც 22-25 ნოემბერს კანადაში, ქალაქ მონრეალში გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების თარიღები დაემთხვა საქართველოს მე-11 პარლამენტის მოწვევის უფლებამოსილების ცნობას და მთავრობის დამტკიცებას, რამაც რეალურად არ მოგვცა საშუალება, რომ დელეგაციას მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში. ასევე გაცნობებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში პარლამენტის ბიურომ მე-11 მოწვევის პარლამენტში დაამტკიცა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ახალი შემადგენლობა შემდეგი მოცემულობით. ძირითადი შემადგენლობა გივი მიქანაძე დელეგაციის ხელმძღვანელი, ასევე ძირითად შემადგენლობაში შედიან მარიამ ლაშხი და ლევან მახაშვილი, სათადარიგო შემადგენლობა ირაკლი კირცხალია, ეკა სეფაშვილი, გიორგი ხახუბია. მადლობთ. დიდი მადლობა, კოლეგებო. არის კითხვები? კითხვები არ არის, შესაბამისად გთხოვთ, რომ ცნობად მივიღოთ ეს ანგარიშიც. მადლობა. ეს იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი, სხვა რაიმე კითხვა თუ არა აქვს კოლეგებს, მაშინ შეგვიძლია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომა დახურულად გამოაცხადოთ. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. დროებით.